საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ ყველას და ვარსკვლავების რადიო შოუს დღევანდელი ჩემი სტუმარი ნამდვილი ვარსკვლავია. ის ადამიანი, ვინც ძალიან პოპულარულია, ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა, ის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალითაც, იმიტომ რომ მე მიყვარს, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული გარეგნობა აქვს, სახასიათო, დამახასიათებელი, დასამახსოვრებელი და თქვათ არა ისეთი როგორც რაღაც შაბლონია ხოლმე და შეიძლება სხვაში აგერიოს. ნუ ეს გოგო არავისი არ აგერებად, მინდა ხმამაღლა და დიდი სიამოვნებით წარვადგინო. პირველად ჩემს ეთერში ჩემი სტუმარია მსახიობი, არაჩვეულებრივი გოგო, ყველასთვის საყვარელი ადამიანი ნინო გაჩეჩილაძე. ნინო, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა გვანცა, ისე კარგად დამახასიათე, რომ პიჯაკის ფერი მივიღე. ნინო გაჩეჩილაძე იგივე გაჩკა, რომელიც ძალიან პოპულარულია ბოლო, ვიტყოდი 2 წლის განმავლობაში, ბოლო 2 სეზონია. ადამიანი, რომელიც ტელესივრცის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სერიალის ჩემი ცოლის დაქალების წყალობით. სერიალის შემდგომ მოიცალე იმისთვის, რომ უფრო მეტად აქტიურად ჩამოდი შენს კარიერაში, გულისხმობ მსახიობის კარიერაში, მე ესე მგონია. ანუ იგრძნეს ეს რეჟისორებმა, თეატრის რეჟისორებმა და ხარ ეხლა როგორც იტყვიან რუსები ნარასხვატ. არ ვიცი რამდენად ვარ ნარასხვატ, მაგრამ ფაქტია, რომ თუმცა წლებია უკვე ხარ შენ მარჯანიშვილის თეატრის კი, 10 წელიწადია უკვე ამ თეატრში ვმუშაობ, შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩემი პრემიერა შედგა მაისში. მე მართალია 3 წლის განმავლობაში რემონტი მიდიოდა თეატრში და ეს 3 წელი მე გადავინაცვლე ვაკის თეატრალურ სარდაფში, ბატონ ლევან წულაძესთან და ოთარ ეგაძესთან. ძალიან მალევე დამთავრდა რემონტი მარჯანიშვილის თეატრში და უკვე გიზო ჟორდანიას სამგროშენი ოპერით გაიხსნა ახალი სეზონი. და გიზო ჟორდანია რატო ვახსენე, რომ ზუსტად ამ ეს ადამიანი დგამს ახლა სპექტაკლს, სადაც მე მივიღებ მონაწილეობას ლევ ტოლსტოის ცნობილი ნაწარმოების ჰაჯი მურატის მიხედვით. რატომაც გონია, რომ ძალიან კარგად გაისვრის ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ თემა არის საკმაოდ აქტუალური. პრემიერას გეგმავთ სადღაც აპრილის ბოლოსკენ, ანუ აღდგომამდე გვინდა რომ გამოუშვათ. ანუ სულ მალე, პრინციპში. თითქმის ერთ თვეში. და რა რეჟიმი გაქვს დღეს უკვე? დღეს რეპეტიცია. ესეთი რეჟიმია, დილით რეპეტიცია 11-დან პირველ 2 საათამდე დაახლოებით. მე მაქვს ყოველდღიურად არა, მაგრამ ხშირად კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდები ერთ კინორეჟისორს, ცოტა მოგვიანებით მინდოდა ამ თემაზე შენთან საუბარი, მაგრამ ნუ რახან ვახსენე, მაშინ გეტყვით. კინორეჟისორი წარმოშობის ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, რომელიც 22 წელიწადია აქ არ ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში არაჩვეულებრივი პროექტით, მე ვიტყოდი გრანდიოზული პროექტით, რომელიც თუ განხორციელდა, მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი მთლიანად ქართველი ერისთვის, ანუ ის იდეა თუ განხორციელდა, ეს იქნება, მე მგონი, ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ქართველ რეჟისორს შეუძლია, რომ გაუკეთოს თავის ხალხს. არიქა. იაკერესელით. აჰა. მოვიპოვე ის ხო რაღაც. გამომტყლე მაინც. ხო, მაგრამ ფილმის სათაურს მაინც არ გეტყვი. აი, ფილმის სათაური შევინახოთ მაინც. და ჯერ არც იმას არ გეტყვი, მე ვის ვთამაშობ, იმიტომ რომ ჯერ მიდის მოლაპარაკებები და ანუ ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვიქნები ამ ფილმში და ეს უკვე ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ჩემთვის, რომ ვიღებ ამ პროექტში მონაწილეობას. მოდი, ახლა მითხარი, სერიალი, თეატრი, კინო. ალბათ ბევრჯერ გიპასუხი ამ შეკითხვაზე, ხო? მაინც რომელ ამპლუაში თავს გძნობ უფრო კომფორტულად, სად უფრო მეტად ღებულობ დიდ კაიფს და გიჭირს თუ არა გარდასახვა თეატრალური მსახიობიდან კინო მსახიობის ამპლუაში გადასვლა, უცებ მერე სერიალი. აი, რა არის ის ტრიუკები, რაც გჭირდება ერთიდან მეორეზე გადასასვლელად? ჯერ ეგერთი ესე არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს, მაგრამ თუ მკითხავენ, რომელი უფრო გიყვარს, მე ესე ვპასუხობ, რომელი უფრო ახლო არის ჩემს სულიერ სამყაროსთან, ალბათ ის უფრო საყვარელია ჩემთვის. სამივე ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის და სამივე ძალიან მიყვარს, მაგრამ იქიდან გამომდინარე
გამომდინარე რომ თეატრში მე მაქვს საშუალება უფრო დიდი დრო დაუთმო მასალაზე მუშაობას, უფრო კარგად შევიდე როლში, უფრო კარგად დავხვეწო ჩემი პერსონაჟი. აქედან გამომდინარე თეატრი უფრო ახლოს არის ჩემთან და ნუ რა ვიცი თეატრიობა თუ ვიტყვი რომ უფრო მიყვარს. მოხდა ასეთი რამ სიახლე რომ კატოს როლს აღარ თამაშობს ნინო გაჩეჩილაძე და თამაშობს ლელა მებურიშვილის სხვა მსახიობი. რა მაინტერესებს ცი? არ წდება გული? რაზე? კატოს რო აღარ თამაშობ. გული მწყდება თუ არ მწყდება? იცი რა არის? მე გული მწყდება იმაზე, რომ დროებით მომიხდა მაყურებელთან განშორება. როგორ გითხრა? ამ გულისკენას გაოგნებული ხარ? არა, გაოგნებული არ ვარ. ნაწყენი? არც ნაწყენი. არც ნაწყენი. არა, უფრო იმედგაცრუებული. იმედგაცრუებული, ვიპოვეთ სიტყვა. რატომაც გონია რომ შენც გეგონა რომ იქნებოდი კატო შემდეგ სეზონზე, არა? არა. არა? მე არა, პირიქით, მე გული მიგრძნობდა რომ მოხდებოდა ზუსტად ის რაც მოხდა. გიგრძნობდა. ანუ ამას ელოდებოდი. მე ამ თემაზე კოტეთოლორდავასთანაც მაქვს ნალაპარაკები და კოტესთვის ეს ძალიან აბსურდი იყო და მეუბნებოდა რომ ნუ მე საერთოდ ნუ ველაპარაკები მაგ თემაზე, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმომიდგენია შენს გარდაო. შენ თუ გინახავს სერია ახალი სეზონიდან რომელიმე? კი, როგორ არა. ჩემი მეგობრები თამაშობენ და რატო არ უნდა უყურო? და როგორია დღეს ჩემი ცოლის დაქალები შენს გარეშე? სულ სხვანაირი. გამოგიტყდებით და სულ სხვანაირი. სულ სხვანაირი. ну პრინციპში კატოს ერთგვარმა ფუნქციებმა იკლო ალბათ, იმიტომ რომ კატომ თავისას მიაღწიას მგონია, ხო? ათქა და ბოლოს და ბოლოს იპოვა ის მიხვდა ვინ იყო ის ერთადერთი, გათხოვდა, დაგვირგვინდა ეს ყველაფერი ქორწილით, თან როგორი ქორწილი, ამაზე ფილმიც გადაიღეს, ხო? თითქოს რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა ეს ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და მე მგონია რომ ფილმმა ძალიან სხვა ამბები ვითარდება, ხედავ? ოფისის გოგოები არ გინეტრებიან? ოფისის გოგოები წერენ ხშირად, სხვათა შორის, კი. გიყურებ და რა ვქნა კატო ხარ? ხო, არ ვიცი. გიყურებ და კატო მიზის კირვალიძე, თქვენ სიტყვით. ძალიან ბევრი რატომღაც მაიგივებს ამ პერსონაჟთან და გებხარ რაღაცით? კი, ვიზუალით. ვიზუალით ძალიან. და ხმით. მე მგონი რაღაცა თვისებები გააქვს საერთო კატოსთან. აი, მაინც. მაინც? ну პრანჭიკელა ხარ ისეთი როგორიც კატო. ეგეთი პრანჭიკელა არ ვარ. არ ხარ? კატო ძალიან ბევრს ფიქრობს რა ჩაიცვას, აი ვიზუალზე ზოგადად ძალიან ბევრს ფიქრობს. შენ არა? ნაკლებად. მე არ შემიძლია თაკოზე არ გესაუბრო იქ სადაც რადიო არის და სადაც ტრიალებს თაკოს სიმღერები და თაკო რომელიც ჩვენი დიდი ხნის მეგობარია. დღეს როდესაც უკვე ცალკე ხარ გადასული შენს ბინაში, ხო? როგორც იქნა აიხდინე ოცნება, გინდოდა რომ ცალკე ყოფილიყავი, მარტო ყოფილიყავი, გადახვედი. დაირღვა ის რაღაცა დური რაღაცა. არა, არანაირად. ალიანსი. რაც ახალსახლში გადავედი, თაკო ხშირად რჩება ხოლმე ჩემთან, ასე ვთქვი. მაგასაც ხო არ უნდა ეხა ცალკე გადასვლა? არა, სხვათა შორის არასოდეს არ დომებია. არა ხო? ალბათ რომ გათხოვდება ისედაც გადავა და ჯერჯერობით უნდა რომ მშობლებთან ერთად იყოს. თუმცა ძალიან ხშირად რჩება ხოლმე ჩემთან და საკმაოდ დრო გვაქვს აიმისოდ რომ ვიჭორაოთ, ბევრი ვისაუბროთ, რა ვიცი. თავის დაბადების დღეც ჩემს ახალსახლში გადაიხადა რამოდენიმე დღის წინ და ასე რომ, რა ვიცი. საკმარისია ერთი სახლი ორ დაზე. კი, სავსებით. არ გაუჭირდათ მშობლებს გაგიშვან, გოგოების გაშვება ძალიან უჭირდა. გაუჭირდათ, კი, ნამდვილად გაუჭირდათ და ძალიან დიდი ხანია ესეთი ცოტა ჩუმი ომი მიმდინარეობდა ჩვენ შორის. აი, რატომ არ უნდა გადავსულიყავი? ნუ დედაჩემი მეუბნებოდა რომ შენ თავს ვერ მოული, ვერ გაირეცხავ, ვერ გაიკეთებ საჭმელს, ლოგინსაც ხანდახან მე გისწორებ, ხა ცოტა მრცხვენია მის აღიარების, მაგრამ ხშირად ყოფილა ხოლმე ესეთი შემთხვევა, როცა მე მეჩქარებოდა სადღაც და ლოგის დედა მისწორებდა ხოლმე და ალბათ ბევრის ცხოვრებაში ხდება ესეთი სიტუაციები, მაგრამ ანუ მარწმუნებდა რომ მე მარტო დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი ცხოვრებას, თუმცა დარწმუნდა რომ ეს არც ფლადესეც არ არის. ამზადებ კიდევაც საჭმელს შენთვის. თაკო ხშირად გსტუმრობს მოდის შენთან, მეგობრებსაც ალბათ ხშირად ეპატიჟები ხოლმე. მგონი არის ის პატარა ნამსაყუდელი, რაც ყველას მოწონს, ხო? კი, კი, ნამდვილად. უყვართ ხოლმე სამეგობროს, როცა არის ისეთი სახლი, სადაც შეუძლიათ თავისუფლად მივიდნენ სტუმრად, რაც უნდა ის აკეთონ, როგორც უნდა ისე დაჯდნენ, რაც აი ხო ხდები, რაც უნდა ეს ის სახლია? კი, სტუმრიანობა ხშირად არის ჩემთან. თქვენები არ მოწიოთ ოთახშიო? დიდ ოთახში არ ვაწევია. ხო, ეს ერთადერთი პირობაა, რასაც ვთხოვ ჩემს სტუმრებს, რომ აი დიდ ოთახში
არა, ამაზე არ არის სავალდებულო. სამზარეულოში შეიძლება კი. იმიტომ რომ მე არ ამწეველი ვარ და მე ეს სუნი ჯდება და ძალიან გაწუხებს. ხო, ძალიან მაწუხებს. ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ვინც აპირებს ჩემთან მოსვლას, მაგრამ მე უყლე რომ შეგხვდეს მწეველი, იმასაც იქ მოაწევინებ გამწობთან? ხო, რატომაც არა. აი კატო. ჩეულებრივი კატოს დასწრება რატომაც არა? არა, მე იმედი მაქვს რომ მეუღლე ჩემ სახლში კი არ გადმოვა. არამედ თვითონ წამიყვანს თავის სახლში. კატო ზოგჯერ ეწეოდა, გახსოვს? იყო რამდენიმე სცენა. და ძალიან არაბუნებრივად გამომდიოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მეტყობოდა რომ მე არ ვარ მწეველი და არც იმის დრო მქონდა რომ სწორად მოწევა მესწავლა, ხო, ამიტომ გამოდიოდა რაღაცა ანუ ნაფასს არ უტყავდი, ხო, სერიაში? ხო, არა, თითქმის არა. კაფეში ჯდომა გოგოებთან ერთად. ასევე გიყვარს? ესეთი სიხშირით არა. რო აი შესვენებაზე გამოსვლა და კაფეში და არა, ჯერ ესერთიც მე ივენთ მენეჯერი არ ვარ კატოსგან განსხვავებით. ესეთი რეჟიმი არ მაქვს, როგორიც კატოს ქონდა, რომ აი ლანჩზე აუცილებლად უნდა გამოვიდეს სამსახურიდან 1 საათით და მე უნდა მიბრუნდეს. მე უფრო ესეთი ცოტა განსხვავებული ცხოვრების წესი მაქვს. არ ვიტყვი ბოჰემური, იმიტომ რომ მე რაღაცა სხვანაირად აღიქვამენ. კლუბები გართობა კლუბებში სიარული მიყვარდა, აი რამოდენიმე წლის წინ იყო ეს ჩემთვის აქტუალური და ერთი მეგობარი მყავს, რომელიც აი ძალიან აქტიური კლუბერია და იმას დავყავდი ხოლმე. მაგრამ ეს 1-2 წელიწადია უკვე იმდენად აღარ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი სიტუაციაც არ არის ისეთი თითქოს როგორც ადრე იყო. არც თუ ისე ბევრი ღამის კლუბია ჩვენთან და რა ვიცი, აი დიდად არ მიყვარს ეს სიტყვით. შოპინგი ძალიან მიყვარს, ვთვლი რომ ეს ძალიან კაი თერაპია. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თერაპია. ვერ გეტყვი რომ ვარ, თუმცა ძალიან სიამოვნებს, როცა რაღაცის საყიდლად მივდივარ. აი ეს ინტენსიურად მიყვარს ფულის დახარჯვა და შოპინგის გაკეთება თუ სადმე წასვლა? ნუ რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მირჩევნია, მაგრამ საზღვარგარეთ რო წახვიდე და ეს დიდი ფული დახარჯო, როცა ხარ სამოგზაურო წასული, მაშინ გაცილებით უფრო მეტი თანხა გჭირდება, იმიტომ რომ იმ ხელა არჩევანია და იმდენი მაღაზიებია, რომ ვერასოდეს არასოდეს არ გეყოფა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ბოლოს სად იყავი? ბოლოს ვიყავი რომში ჩემს მეგობართან. როგორ გაგიწყინდა თვალები? რომ იმიტომ რომ ეს ის ქალაქია, რომელიც ერთი დანახვით შემიყვარდა და აი ვიფიქრე, რომ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ამ ქალაქში. მოდი ახლა ძალიან ლოგიკურად მინდა გკითხო ის თემა რამდენიმე წუთი გვაქვს, აი ჩვეულებრივად მოიტანა, ალბათ არც გამახსენდებოდა, მაგრამ გამახსენდა. რომ მითქვი, რომ გაგიწყინდა თვალები და შენს ოთახში ოდრის დიდი სურათი. ხო. ხო, ძალიან მიყვარს. რომაული არ დადეგები. მოდი მითხარი, ვინ იპოვა პირველად ის რაღაცა პატარა მსგავსება, რაღაც ნაპერწკალი, რომელიც არის მე ვთვლი ოდრისა და შენ შორის, თუმცა ესე რომ შემოხედო, საერთოდ არ გავხარ ოდრის. ესე ნამდვილად. მაგრამ თუ კი რაღაც ფოტოსესიას გააკეთებ და მოინდომებ, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მოკლედ მეიქაპს ისიც გაიკეთებ, ის რაღაცა ჭყიალევი თვალებში გააქრას ოდრისა. შენ თვითონ აღმოაჩინე, ვინმე მგითხრა, მოგწონდა და არასოდეს არ მithkoms მე ჩემს თავზე, რომ აი ვიღაცას გავარ. ჯერ დედა ჩემმა მიმამს გავსა, მერე ჩემმა ეს თინეიჯერობის ასაკიდანვე, მერე ჩემმა მეგობრებმა, ცოტა მიკვირდა სარკეში მიხედებოდი მართლა გავარ ამ ქალს. ნიშნულობა არ აქვს რა მხრივ გადარებენ, როცა ვიღაცასთან ასოცირდები, არ არის კარგი. მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს აბსოლუტურად ინდივიდუალური და არ გავდეს არავის. ნაყინი შეჭამე ოდრივით კიბეებზე? კიბეებზე არა, მაგრამ რომის ქუჩებში ვჭამე ძალიან ბევრი ნაყინი და აი რა ვიცი, თან იქ განსაკუთრებით ეს ფილმი? კი, რა თქმა უნდა და ერთი ოცნება ჩავიფიქრე. თუ ოდესმე გავხდები მართლა ცნობილი მსახიობი და ისეთი მოთხოვნადი და თუ მექნება ისეთი ჰონორარი, ისეთი შემოსავალი, რომ შევძლო რომში სახლის ყიდვა, მაშინ აუცილებლად ვიყიდი იმ სახლს, იმ ერთი ბეწო სახლს, რომელიც პრინცესა ანამ შეადარა ლიფტის კაბინას. მოგეთ გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი არსებობს, იყოს შენთვის მართლაც უბედნიერესი წელი და იმ შენ ერთად მერე გაისეირნე რომში. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით ვარსკვლავების რადიო შოუს დღევანდელი ჩემი სტუმარი ნინო გაჩეჩილაძე იყო. მადლობა, განცა დიდი მადლობა კოცნი.